मैया जय गंगे माता जो नर तुमको ध्याता जो नर मैया जी को ध्याता मनवांछित फल पाता ओम जय गंगे माता ओम जय გესალმებით ძირკოსო მაყურებლებო ამ არაჩვეულებრივი ქალაქიდან ახლა სასწაული ქალაქიდან ქალაქ რიშიკეშიდან რომელიც ითვლება იოგას დედაქალაქად და სულიერების ერთ-ერთ ცენტრად არა მარტო ინდოეთში არამედ მთელ მსოფლიოში გარშემო არის უამრავი წმინდა ადგილი დატვირთული ამბებით და ძალიან ძლიერი ენერგეტიკის ადგილები მოვიარეთ არაჩვეულებრივ რიშიკეში შეხვდნენ არაჩვეულებრივი ადამიანები მე მოგზაურობდი ჩემთვის სამხრეთში ესენი ჩრდილოეთში იყვნენ ჩამოსული და მე ძალიან გამიხარდა მათთან ერთად შემოერთება თან ესეთი სახეები ჩვენი მაყურებლებისთვის ძალიან საყვარელი ადამიანები და ამ შანსს ხელიდან არ გაუშვებდი რომ მათთან ერთად განგის პირას არ ველაპარაკა ითხოვდით კიდევაც ალექსისთან განმეორებით საუბარს მეორე ალექსისთან რამდენიმე წლის წინ მოხდა ინტერვიუ ჩაწერილი და ესე ორ ალექსის შორის ვზივარ განგის პირას რაღაცა უნდა ჩავიფიქრო საქართველოს გაბწყინებას ჩავიფიქრებ იმიტომ რომ ყველა საფიქრალი ახლა ეგ არის კი წამოვედი ერთი თვე აქეთ ვარ მაგრამ გონებაში მაინც საქართველო არის რატომღაც აღარ რატომღაც ახლა ეგრე მიღმულები ვართ მაგ ქვეყანაზე ასე თუ ისე და ჩემი წამოსვლის მიზანიც და მძიების მიზანიც ასე ვთქვათ რაღაცა ძიება შეგვიძლია დავარქვათ არის რაღაცა კრიზისული სიტუაციები რაც ჩვენ ქვეყანაში ყოველთვის იყო და ყველა ადამიანის ცხოვრებაში იყო და ეს კრიზისული სიტუაციები გინდა არ გინდა რაღაცა კითხვის ნიშნებს აჩენს ამ კითხვის ნიშნებს რო აჩენს მე იბადება უკვე ძიების პროცესი და ეს ძიების პროცესი არის რაც ხდები რომ რაღაცა ისე არ არის როგორც უნდა იყოს და რაშია საქმე რატო არ არის ისე როგორც უნდა იყოს სად უშვებთ შეცდომას და ჩემი აზრით თქვენ ხართ ის ადამიანები ვინც ამ ძიებაში რაღაცა საინტერესო აღმოჩენები გააკეთეთ თქვენი პირადი გამოცდილებებიდან და მოდი ახლა რაღაცნაირად ვილაპარაკოთ იმაზე თუ მიმდინარე მომენტებში რა კრიზისული სიტუაციაც გვაქვს რანაირად შეიძლება თუნდაც ის ცოდნა რასაც აქ ვიღებთ გამოგვადგეს ცხოვრებაში ან ჩვენ ქვეყანას გამოადგეს თუ შეიძლება საერთოდაც რომ გამოადგეს რა. და ის მოყვები კიდე მაგამ როსაც. წეგან ერთი ჩანაწერი გავაკეთეთ ხმარ ჩაიწერა წაგვეშალა მაგრამ მე მოვედით და უკეთესი ადგილი ვიპოვეთ და საჭდომად ესე სურდა. განგებას ეთყობა. განგას განგებას ესე სურდა. ეხლა მაგაზე ვფიქრობდი გზაში რომ აი რამდენი ტრაგედია უნდა მოხდეს ტრაგედიები ხდება და ამ ხალხში შფოთვაც იზრდება საშინელებები ხდება და აი რატო ხდება უნდა ესეთ კითხვას დავსვი რატო ხდება ის რაც ხდება შენგან დავიწყოთ მოგესალმებით მეგობრებო გულით და სულით მიყვარხართ ტრაგედიები რატო ხდება და გაცნობიერებული არ გვაქვს ჩვენი არსი ვინ ვართ
აქედან გამომდინარე აბნეულები და დაკარგულები ვართ ამ სამყაროში. გაცნობიერება უნდა საკუთარი თავის და ეგ ბევრად ცვლის გარემოს. პირველ რიგში შინაგან მდგომარეობას, მერე შემდგომ კი გარემოს. უბედური შემთხვევებიც ნაკლები იქნება. რა თქმა უნდა, როცა უკვე დამშვიდებული და გაცნობიერებული იქნები ამ ცხოვრებაში. რა თქმა უნდა, ნაკლები პრობლემები იქნება. ამ შემთხვევაში მარტო ესეთ უბედურ შემთხვევებს არ გულისხმობ, არამედ ცოტა უფრო გლობალურად, რა ქვეყანაში რა პროცესებიც არის, არეულობა რაც დაიწყო, გაზაფხულიდან მოყოლებული უნებათა ღელვა, არ არის ხა ჩვენი გადაცემა ესეთი სოციალურ-პოლიტიკური არის უფრო შემეცნებითი, მაგრამ ეს შემეცნებაც რისთვის გვინდა, ისევ იმისთვის გვინდა, რომ ცხოვრებაში გამოვიყენოთ, ხო? უკეთესი გახდეს და რაღაცნაირად მე მგონი ეხლა თუ არა, აბა როდის უნდა იყოს მაგისტრო, რომ მაგაზე ვილაპარაკოთ, რანაირად შეიძლება ცოდნის ინტეგრაცია. იმიტომ რომ ეხლა არ არის ცოდნა და მართლობა ინტეგრირებული მე რასაც ვუყურებ. საერთოდ არ ვიცი რანაირად ვიმართებით რაღაცნაირად ერთ დიდ ილუზორულ რაღაცაში ვართ და აქედან გამომდინარე სწორად თქვი რა, დავდივართ თავზე აბნეულები რა. მირჩევნია გვერდზე დავჭდე. ძალიან გამიხარდება თქვენთან ერთად ვჭერობა ესეთ გარემოში. იმასთან დაკავშირებით, როგორ შეიძლება ამ სულიერი ცოდნის ინტეგრაცია ყოველდღიურ ცხოვრებაში, როგორ შეიძლება ხალხმა რა უნდა ვქნათ, სად არის გამოსავალი, საით უნდა ვიაროთ და ასე შემდეგ რა. იმიტომ რომ მე ახლა ვფიქრობ, რომ რაღაცა ცოტა ალტერნატიული სცენარების შეტანა ყოველდღიურ დისკურსში რაც მიდის, მნიშვნელოვანი არის და ამ სცენარებს მე ალტერნატიულ სცენარებს და მეტნაკლებად არადესტრუქციულ სცენარებს, არამედ კონსტრუქციულ სცენარებს, რაც უფრო მეტი ადამიანი მიაქცევს ყურადღებას, უფრო კონსტრუქციისკენ შეგვიძლია წავიდეთ და ერთს ვიტყვი კიდე, რომ სულ შივას დაძრები არის გარშემო და ეხლა ბოლო პერიოდი ძალიან აქტიურად მოდის საუბარი სხვადასხვა სწავლულების მხრიდან იმაზე, რომ სამყაროში გააქტიურებული არისო შივა სცენარი. შივა სცენარი გულისხმობს იმას, რომ განვითარება დაიწყება კატაკლიზმები და კატასტროფებით, იმიტომ რომ კაცობრიობამ რაღაცა გამოცდები ვერ ჩაუაბარეთ მანამდე, თუნდაც ამ ერთიანობის და სიყვარულის, იმიტომ რომ ეს პლანეტა როგორც ამბობენ არის სკოლა, სადაც უპირობო სიყვარული უნდა ვისწავლოთ, ვერ ვისწავლეთ ეს რაღაცა მეტნაკლებად მშვიდ გარემოში და ეხლა კატაკლიზმები ნელა კიდევ და კიდევ მოიმატებს და თან იმატებს ძალიან რბილად და ნელა ვერ ვიტყვით რომ ეს უცბად რაღაცა კატასტროფა ხდება. აი თითქოს ცოტა გვინდობენ და ეს კარმა რაც დავაგროვეთ. ნეგატიური კარმა ნელ-ნელა თოქს უშვებენ რაღაცნაირად და ეს ყველაფერიც თან მაგითო ხდება რომ ცოტა რაღაცები გავაცნობიეროთ რა და მაინტერესებს თქვენთან ამაზე მსჯელობა და საუბარი და თქვენ რას ფიქრობთ, როგორ ფიქრობთ, იმიტომ რომ ეხლა გინდა ყველა ქართველის აზროვნება მიმართული არის მაკეთკენ. რა შეიძლება გაკეთდეს? სად არის პრობლემა, როგორია პრობლემა და სად არის გამოსავალი? სანამ მაგაზე გადავალთ, თქვენი ამბავი მომიყევით, რამ ჩამოგიყვანეთ ინდოეთში. რა ხდებოდა? თქვენც რაღაცა სასწაულში ამოყავით და ვიცი. ახლა ვიდეოები სოციალურ ქსელებში. ჩვენ სანამ შეხვდებოდით ერთმანეთს, მანამდე ერთი კვირა ვიყავით ბრაჰმასტანში, ეს არის შუაგულ ინდოეთი, სადაც არის მაჰარიშ იოგის აშრამი, ეს არის ტრანსცენდენტული მედიტაციის აშრამი, სივრცე, სადაც ტარდება რიტრიტები და ერთი კვირა მივიღეთ ამ რიტრიტში მონაწილეობა, სადაც ჩვენთან ერთად მთელი მსოფლიოს წარმომადგენლები იყვნენ, ასე რა ვთქვათ, ინგლისელები, ფრანგები, უნგრელები, კოლუმბიელებიც მათ შორის. მთელი მსოფლიო იყო შეკრებული ერთი განზრახვის გარშემო და ეს ერთი განზრახვა არის სიმშვიდე, სიყვარული. და ეს სიმშვიდის და სიყვარულის ძალიან კარგი სივრცე, უბრალოდ სივრცე, სადაც მარტივად შეიძლება იგრძნო ეს ყველაფერი და იგრძნო არა გარეთ სადღაც, არამედ საკუთარ თავში. ესეთი ადგილები და ესეთი პროგრამები გვაძლევს საშუალებას, რომ გარე ქაოსიდან ცოტა ხანი დავისვენოთ, მოწყდეთ და
სიმშვიდის და ნეტარების მდგომარეობა საკუთარ თავში აღმოაჩინოთ. ხო, ძალიან მნიშვნელოვანია რა, იგივე ხა მეც აშრამებში დავდიოდი ეს ბოლო ერთი თვე და იქ ისეთი ენერგეტიკაა, რომ შედიხარ, ამას რო განიცდი, უკვე ეს შენ მეხსიერებაში ჩდება და მერე გინდა არ გინდა, აი როგორც პეპელა მიდის სინათლეზე, ის გამოცდილება გინდა ისე, ვეღარ დარჩები, სადაც იყავი. რა არის მაგალითად, რაც აქედან შეგვიძლია ვისწავლოთ ან წავიღოთ საქართველოში, თუნდაც არა მატერიალური. სიმშვიდე და ეს სიმშვიდე მოდის შინაგანად მოდის. აქ არ არის დასტრესილი ხალხი. ჩვენთან დასტრესილია ხალხი და ეს სტრესები უნდა განთავისუფლდეს ამ სტრესებიდან ყველა ადამიანი. ეს ინდივიდუალური შიდა ძიება უნდა მოახდინოს ყველა ადამიან, ღრმად ჩავიდეს თავის თავში, ამოიღოს სტრესები და განთავისუფლდეს მათგან და მეტწილად უფრო დამშვიდდება და სამყაროც გარემოც უფრო სხვანაირად ჩან, უფრო ლამაზია და უფრო მშვენიერია. შეფასებები აღარ ხდება. ხო. მაგრამ ნუ ისეთი არის გარემო, რომ როგორ უნდა დავშვიდე? მე მეორე ადამიანის პოზიციიდან გიპასუხებ. აი როგორ შეიძლება დავშვიდე, როცა ესეთი ამბები ხდება გარშემო, ესეთ ამდენი უსამართლობა. ეგეთი უსამართლობა იმიტომ ხდება, რომ შიგნით ხდება და შიგნით უნდა დავშვიდე. გარეთ ვერ გამოასწორებ მდგომარეობას, ეს შანსი არ არის. შიგნით ყველა ადამიანი შიგნით უნდა ჩაიხედოს და თავის ამ შეცდომებს, ამ თავის სიამაყეს, რავი, სიძულვილს, აი ამებს უნდა მიხედოს, მაგისგან უნდა განთავისუფლდეს ყველა ადამიანი. გარემოც მე დამშვიდდება. გარემო არის შინაგანი ჩვენი მდგომარეობა, არის გარეთ გამოიხატება და ეგ რაც გარეთ არის, შიგნით არის, რაც შიგნით არის, ის გარეთ არის. აი ზუსტად ამ სტრესებისგან რომ განთავისუფლდები, მოდის სიმშვიდე და სილამაზე, სიყვარული. და აქედან გამომდინარე მე უკვე შესაბამისი აზრები მოვა. აქ უკვე განიცდი ერთობას და ყველაში ხედავ შენს თავს, სიყვარულს. და აქედან გამომდინარე, ბაბა, ცუდი როგორ უნდა მოხდეს. ცუდი ვეღარ მოხდება. არავის აწყეინებ. მე გამოვა ისე მოიქეცე სხვას, როგორც გინდა მოგექცნენ შენ. ზუსტად უფლის სიტყვები ამართლებს ის პრაქტიკაში და ცხოვრებაში უნდა გამოვიყენოთ. დაზეპორებული არ უნდა გქონდეს. რატო არ ვაკეთებთ მაგას? ისე სიამაყე, სიჯიუტე. მაგრამ აი ამ სიჯიუტეს და სიამაყეს ხო ჩახედვა უნდა თვალებში, გაცნობიერება უნდა. მაგას გაურბივართ, იმიტომ რომ არ გვინდა ვაღიაროთ, რომ სიამაყე მაქვს, ამ პარტავნება მაქვს. აი ყველას ეშინია თავის საკუთარ თავში ჩაიხედოს. და ეგ აქ რაღაც გვერდზე ვითომ გაწეული, ვითომ მე არ მეხებაო, არა და ზუსტად ეგ არის მის მიზეზი, რამ მდგომარეობაშიც ვიმყოფებით. და ეგ არის აუცილებელი. შიგნიდან თუ არ განთავისუფლის სტრესებისგან და უარყოფითი ენერგიიდან, გარემო ვერ შეიცვლება, ვერ გამოიცვლება. ანუ პირველ რიგში შიგნით უნდა გამოსწორდეს ადამიანი, რომ მერე გარემოც გამოსწორდეს. თუ გინდა სამყარო შეძრაო, ჯერ შენი თავი უნდა შეძრაო. სოკრატეს სიტყვებია და აი მართალი სიტყვები ყოფილა. იგივე ქრისტეს სიტყვები, ნუ ფიქრობ თვალინდელ დღეზე, ფიქრებ დღევანდელ დღეზე. ეს მომენტია, სადაც სიცოცხლე განიცდება და რეალურად არს. აქ მყოფობაა საჭირო. და ხოლო თავისუფალი თუ იქნები ამ სტრესებიდან, მაშინ შეძლებ აქ მყოფობას. აი ეს არ გაძლეს რა. სტრესუ წარსულში მომავალი შიშები, წარსულში მომხდარი შიშები და ეს ყველაფერი უკვე აფუჭებს ადამიანს, რომ გაბრაზებულს ხდის, ნეგატიურს ხდის და ეს აფუჭებს რა თქმა უნდა, აბა რანაირად შექმნი გარეთ სილამაზეს, როცა შიგნით სიმახინჯია, აბა არანაირად. ანუ შიგნით უნდა მოიპოვო, არა და ყველა ადამიანის არსი არის სილამაზე, სიყვარული. ამას რომ მოიპოვებს ყოველივე გარემოც. ეს ადგურუ იძახდა, ეხლა იმ დღეს ერთ-ერთ შეხვედრაზე ესეთ რამეს, რომ სოფლიოს მშვიდობის ფორუმზე ვიყავიო, ადამიანები მსჯელობდნენ რა, სოფლიო მშვიდობაზეო და თითოეული ადამიანი რო გამოიყვანო, არც ერთის გონებაშიო სიმშვიდე არ იქნებაო და აი ანაირად შეიძლება რომ მაგ ადამიანებმა
7 ის შექმნა, ნუ შეუძლებელია ზუსტად მაგას იწეხდა ისიც და რა თქმა უნდა. და პირველ რიგში თუნდაც ეგ არის. საკუთარ თავზე აუცილებელია საკუთარ თავზე მუშაობა, აუცილებლად. აი თითქოს ეგ საკუთარ თავზე მუშაობა რაღაცა ფუჩუნების საგანია, გადადებული გვაქვს მომავალში. აი მოვაწესრიგებ მე ხა ყველაფერს პენსიაზე რო გავალ, აი მშვიდად მე დავჯდები და მე ვიფიქრებ. მანამდე ხა აი აქ ეს საქმე მაქვს, ხა ის საქმე მაქვს, ხა ეს მოგუსაგვარებელი, რაც მატერიალურში არის ჩაბმული ჩვენი ყურადღება და სადღაც არის მომავალში გადადებული რა. მომავალში ვერასოდეს ვერ მოხვდები, არის მხოლოდ ეს მომენტი. ეხლა თუ არ ხარ ბედნიერი, მომავალში ვერ იქნები ბედნიერი. ზუსტად აი ეს გადადება მომავლისთვის, ზუსტად ეს აფუჭებს იმას, რაც გვიჭირა ხელში, მაგიტომ გვიჭირა. აქ და ახლა თუ არ გამოვასწორდით და არ გამოვასწორეთ სიტუაცია, მომავალში ვერ გამოსწორდება ვერანაირად. იმიტომ არ არსებობს მომავალი. არის მხოლოდ ეს მომენტი. ეს მომენტი აი 7-ია, წყნარია. აქ არც აგრესია, არც უარყოფითი ენერგია, არც უარყოფითი აზრებია ამ მომენტში. ფიქრებს იწყებ უკვე წარსულში გადაყეხარ. ანუ ისევ წარსულიდან აი ეს ვიღაცამ გაწყეინა, ვიღაცამ გაგაბრაზა, ისინი ისევ იტივტივ ამ მომენტში ამოგაგდა. რა თქმა უნდა, თუ შარშანდელ გაბრაზებაზე გაიხსენებ, ეხლაც გაბრაზდები და ეგრეა რა. უნდა გაუშვა ყველაფერი. აი იმიტომ არის თვით ძიება, თვით საკუთარ თავში ჩაძიება და რაც უფრო ღრმად ჩაეძიები, მით უფრო თავისუფლებას იგრძნობ, სიმშვიდეს იგრძნობ და რა თქმა უნდა ბოლო ბედნიერი მიხვდები, რომ ბედნიერი უკვე ხარ. და იქიდან გამომდინარე, რომ აი ეს არასწორი ცოდნა გვაქვს აღებული, რომ აი უნდა ისწავლო რაღაც, უნდა დაამთავრო, დიდი ხელფასი გქონდეს და მე გახდები ბედნიერი, აი ეგ არის ზუსტად ტყუილი. რასაც უკვე ბავშვი დაბადებიდან უკვე ბედნიერია და ჩვენ ამ ბედნიერებას ვაღრჩობთ ბავშვი და ვპირდებით მოიცავო, აიო ისწავლე ესე, მოიქეცი ესე და მე გახდები ბედნიერიო და იქ ხო აბა ეგრე არ ხდება. ადამიანიც მე ამ მოლოდინში რომ სადღაც მომავალში უნდა გახდეს ბედნიერი და ისე გადიცხოვრება რომ ბედნიერი ვერავინ ვერ ხდება. და აქვე ბედნიერი, ბავშვი თავიდანვე ბედნიერი რო არის, ის ბედნიერება უნდა შევენარჩუნოთ. ანუ სწორედ ცოდნა უნდა მიცეს ბავშვს. ბავშვმა უნდა შეინარჩუნოს ეს ბედნიერება და გააგრძელოს ამ ბედნიერებაში უნდა გაიზარდოს. არა ჩავახჩოთ ბედნიერება და შევპირდეთ რომ ბედნიერება მომავალშია. აი ეგ ძალიან დიდი ტყუილია, რომელიც ყველა მშობელს ურჩევ რომ ეს ბავშვს არ გაუკეთონ. აი ხა არის რაღაც თითქოს ისეთი გარდამტეხი მომენტი არის პლანეტაზე, როდესაც ეს ცოდნა ნელ-ნელა საყოველთაო ხდება. რაც მანამდე დახურული იყო თუნდაც, რა ვიცი, საბჭოთა კავშირი იყო, მანამდე იმპერიები იყო, არც ინტერნეტი გქონდა, არც ტელეფონები გქონდა, არც კავშირი გქონდა ერთმანეთთან ისეთი ინტენსიური და ეს ცოდნა ახლა ნელ-ნელა ხელმისაწვდომი ხდება, ხო? აი ეს ფაქტია, რომ სოფლიოში რაღაცა ტრანსფორმაციები ხდება. რეალურად რაღაცა ქმედითი ნაბიჯების გადადგმა არის მაინც შესაძლებელი და შენი ისიც მაინტერესებს რა შენ რას ფიქრობ? საერთოდ ეს მიმდინარე პროცესებზე ეს სტრესები გასაგებია, სტრესები გვაქვს დაგროვებული არაცნობიერში ძალიან ბევრი და მე ეს არაცნობიერი ტივდება თავისი თელი, ამოდის გარეთ მე რესურსი. მაგრამ თან ახლა ინდივიდუალურადაც კი შეგვიძლია ყველამ ჩვენ თავზე ვიმუშაოთ, მაგრამ მეორეს მხრივ რაღაცა კოლექტიური მოქმედებებიც მიმდინარეობს. როცა შიგნიდან მუშაობას დაიწყებ და სიმშვიდეში რამდენიმე ადამიანი შიგნით რო გადადიხარ, ეგ უკვე კოლექტიურ აზროვნებას აცვლის. ანუ კოლექტიური აზროვნება დამოკიდებულია შინაგან მდგომარეობაზე. ნუ, მაგრამ აი მაგისი უნდა მჯეროდეს, ან რაღაცა იმედიც უნდა სცადოს, ყველა ადამიანმა უნდა სცადოს. მოვიდნენ, არ ვიცი, აი ალექსანდრესთან მივიდნენ, ძალიან მშვენიერია 4 დღეში ყურადღებას შეაცვლეინებს ადამიანს, რომელსაც ჩაახედებს და ანახებს ზუსტად იმ შებრკოლებს, რაც ხელს უშლის საღათი აზროვნო, საღად გააცნობიო რო გარემო, აი ზუსტად 4 დღეში უკვე შესაძლებელია რომ ცოტა ყურადღება მაინც შეცვალო და ოდნავ ყურადღება რომ შეიცვლება გარემოზე უკვე შიგნით. მე უკვე გარემოზეც იცვლება და მე უკვე ბევრად და ბევრად ჩან უკვე რომ მე ხვდები რომ თურმე რამდენ ზედმეტ რაღაცებზე ფიქრობ, რაც არასაჭიროებს. ფიქრები, აზრები ხო თავისთავად მოდის და ჩვენ რო არ ვიცით მისი იგნორი
გაშვება, ამას ვიგივდებით ამ უარყოფითთან მერე ეს გვაბრაზებს, ცუდ განწყობას გვიქმნის და ცუდ განწყობილი ადამიანისგან რას მოველოდ, ისევ ცუდ სიტყვებს, ხო, ცუდ საუბარს, აგრესიულს და ეს არის ზუსტად ის კამათები და კონფლიქტები, რაც გვიჭირავს დღესდღეობით და აი შინაგანი დამშვიდებიდან იწყება გარემოს გამოსწორება და კოლექტიური აზროვნების შეცვლაც. იმენა მარტო შიგნით, თუ შიგნით არ ჩავეძიეთ ჩვენ თავებში. გარეთ ვერაფერს ვერ გამოვასწორებთ. რომ ყოველ დილით უნდა დაიწყო სუფთა ფურცლიდან, ანუ ამ სიმშვიდიდან, ბედნიერებიდან. და ასე რომ მუშაობთ, ან უკვე საქმეც კარგად სიმშვიდეში ყველაფერი კარგად კეთდება. ყველა საქმე, რასაც ის არ გინდა იყო დაკავებული საქმე და მშვიდად რომ ხარ, ყველაფერი კარგად ხარისხიანადაც გამოდის. და ეს ფეხბურთის ამბავი რო იყო, აი მაშინ მქონდა რამხელა სიხარული დატრიალდა ქვეყანაში. უბრალოდ გამოვშტერეთ, სასწაული ხდებოდა. აი რაღაც თითქოს ამოხეთქა, უზარმაზარმა, დაგროვებულმა დიდმა რაღაცა სიხარულის და სიყვარულის ენერგიამ, რომელმაც წალეკა მთელი ქვეყანა და იმისი შეგრძნება მქონდა ისეთი, რომ აი მთელ პლანეტას ეყოფა თქო რა, ეგეთი შეგრძნება. აი რამხელა პოტენციალი ხედავ ჩვენს ხალხში. მაგის მერე უცბად რაღაცნა მთლიანად შეიცვალა და უცბად ისევ ნეგატივში ამოვყავით თავი. და რეალურად ეს დავინახეთ, თურმე რამხელა რაღაცა შეგვიძლია. თურმე როგორი სიხარულით სავსე შეიძლება იყოს ჩვენი სიცოცხლე. ცხოვრება ყოველდღე. თან ამ პატარა ქვეყანაში, სადაც ან მართლა უნიკალური ხალხი ვართ რა მთელი ჩვენი ამ სიცოცხლის სიყვარულით რეალურად რა. კი ვართ დასტრესილები, დეპრესიაში, მაგრამ ეს სიცოცხლის სიყვარული ჩანს აი პატარა დეტალებში, ცეკვაში, სიმღერაში. ჩვენ რითაც გამოვირჩევით და კიდე ქართველები ვერ ვაფასებთ იმას, რაც გვაქვს, ეს არის ძალიან დიდი სიყვარული. და ეს სიყვარული გამოვლინდა აი ზუსტად შენაც თქვი რა, ყველას ერთმანეთი უყვარდა, განურჩევლად პოლიტიკური შეხედულებისა თუ წარმომავლობისა თუ საქმიანობისა, ყველა ქუჩაში ერთმანეთს ეხუტებოდა. პატრულიც და ეს მოქალაქეც და ყველა ერთმანეთ აი მთავრობა იყო, ოპოზიცია იყო, ყველას ერთი იდეა ჰქონდა და იმ ერთი იდეის გარშემო განიცდიდა ამ სიყვარულს და აი ეგ არის ჩვენი ბუნებრივი მდგომარეობა. და რაც მალევე მოხდა, მე რომ ერთმანეთს ჩხუბი და ზემატყება დაუწყეთ და აი ხარ ამ მდგომარეობაც გრძელდება და უარეს მდგომარეობაში და შევდივართ, ეს არის ჩიხი და ამ ეს ჩიხი ერთი და იგივეა რეალურად, რა ეს არის იგივე სიყვარული, ოღონდ მინუს გამოვლენებაში გამოვლენილი. ეს არის ერთი და იგივე ენერგია და რო არ ვიცით ჩვენი სიყვარული სწორად როგორ მიმართოთ და სწორად როგორ ვიგრძნოთ ჯერ საკუთარ თავში და მერე სხვებს როგორ გაუზიაროთ, მერე ის იგივე ენერგია დესტრუქციულად ვლინდება და იმიტომ არის რომ ერთმანეთს ვჭამთ ამდენი საუკუნე. აი რომ დავაკვირდეთ, ქართველები მებრძოლი ხალხი ვართ. ვიბრძვით, მთელი ცხოვრება ვიბრძვით რა, ჩვენი ისტორიიდან გამომდინარე ხო, სულ გადარჩენას ბრძოლა გვიწევს. და აი ბრძოლას ძალიან მიჩვეულები ვართ, ეს ჩვენი შინაგანი მდგომარეობა არის უკვე, მებრძოლები ვართ, დნმ-ის დონეზე ვართ მებრძოლები. და როცა ვერ ფიანდებით მტრის წინააღმდეგ, რაც არ უნდა ძლიერი იყოს, ვერაზროს ვერაფერი ვერ დაგვაკლდეს რა, იმიტომ რომ იმ ხელა ენერგია არის ამ ერთობაში, რომ წარმოუდგენელია ამის დაშლა. მაგრამ როდესაც მტერი არ აკვავს, მე რა ვიწყებთ ერთმანეთის ჭამას. ხო და ხშირ შემთხვევაში აი რითაც დავიწყებთ ლაპარაკი, რომ არის რაღაცა ცუდი, ხო? ჩვენ ვაფასებთ, რომ რაღაც არის ცუდი, რაღაცა არის კარგი. მაგრამ ის ცუდიც საბოლოო ჯამში შეიძლება კარგად რო გამოიყენო, თუნდაც აი ხარო ხედავთ, ხო? არის დაპირისპირება და ძალიან დიდი პოლარობა ქვეყანაში და ეს პოლარობა არის, რაც ანგრევს. და ეს პოლარობა არის ის, რაც ინდივიდშია და მერე ეს ვლინდება გარეთ ყველაფერში. და ეს პოლარობა თუ ინდივიდში არ იქნება, მერე გარეთაც საჩხუბარი არაფერი არ იქნება. და ის ერთი ენერგია, რომელსაც ვეძახით ჩვენ სიყვარულს და რომელიც არის, ის რეალობა რაც არის, ხო? აი გულით გრძნობთ. მაგრამ მერე ტვინი რაღაცა კითხვებს სვავს. ტვინის საქმე არის რაღაცები გაყოს. გულის საქმე არის რაღაცები გააერთიანოს. ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი ენერგია, ძალიან დიდი პოტენციალი, მებრძოლიერი ვართ და რო არ ვიბრძვით, მაშინ უნდა გვიყვარდეს და ეს სიყვარული ნორმალურად უნდა გამოვავლინოთ. და ეგ მათ გვაქვს პრობლემა, რომ ვერ ვავლენთ ჩვენ არ ვიცით როგორ მიმართოთ. ძალიან დიდი კომპლექსებია ჩვენ ხალხში. ქაოსი. რომ უყვართ, მაგრამ ვერ ეუბნებიან მიყვარხარ. აბა მაგ სიტყვისა რომ შეგწყვება და მოგვირიდება, აი როგორ უნდა იყო. რა მდგომარეობაში უნდა იყო. გინდა თქვა ადამიანს უთხრა მიყვარხარ და ვერ ეუბნები. კომპლექსის გამო.
და ეს კომპლექსი საიდან არის? ეს ხო ფიქრია, ხო თავში არის. ფიქრია. გულმა იცის, გულს უყვარს, გულს უნდა და ტვინი არ უშვებს. რაც საკამათო არ არის, იმაზეც ვშხობავთ. იმაზეც ვერ შევთავხებულვართ, რომ ქრისტე აღსდგა თუ აღდგა. მაგაზეც შეგვიძლია რომ ვიჩხუბოთ ყველაზე წმინდა დღეს ჩვენთვის, ხო, ქრისტიანებისთვის, ხო? აი ეგ არის რა. არა მარტო ქართველებისთვის არის, აი ზოგადად კაცობრიობაც მაგ გაცნობიერებამდე მიდის, რომ მე კი აღარა ვარ ერთი. არამედ ჩვენ ინდივიდი, სახეობა, როგორც კაცობრიობა, როგორც ადამიანი. არამედ ჩვენ. ერთიანი ყველაფერი რა. ამ ერთიანობაში პოლუსია არ არსებობს, აქ არ არსებობს სიზღე, არ არსებობს ბოროტი. სიბოროტია, კარგია, ეგენი სუპერი. აგრესია ვერ გექნება, ვისთან უნდა ქონდეს აგრესია? შენ ერთია ყველაფერი. არ არის სამყარო ერთ შეხედულობიდან არ არის, მაგრამ აქ უამრავი 360 გრადუსიდან შეგიძლია შეხედო სამყაროს და ესე რო უყურებ, მაგრამ ცოტა გვერდიდანაც შეხედე, იქიდან სხვანაირად ჩან, იქიდან კიდე სხვანაირად და რაც მრავალფერა, ანუ ცნობიერდება. ყოველი შენი აზრი, ფიქრი, ყველაფერი ცნობიერდება და აქეთ უკვე არჩევანი გაქვს, უკვე დადებითზე და უარყოფითზე და რა, ყველა აიჩეს რა თქმა უნდა დადებით აზროვნებას, დადებითი განწყობა მოაქვს. უარყოფით აზროვნებას, უარყოფითი განწყობა მოაქვს. და ეგ არის და ეს მარტივია, ძალიან მარტივია. ერთადერთი მარტო დამშვიდება და შიგნით ჩახედვა უნდა. და მე უკვე სიმშვიდე დგება და სიმშვიდე უკვე გვამბობს მშვიდ ადამიანს. მშვიდობის გარდა არაფერი უნდა. აი ეგრე მხოლოდ ეგრე თუ დამშვიდდებით და ეგრე თუ გავერთიანდებით. საოცრება ეს მდგომარეობა, როცა შიგნიდან ხარ დამშვიდებული, ნამდვილად გარშემოც ყველა მშვიდად. და თუ შიგნიდან არ ახარ დამშვიდებული, გარეთ როგორც 4-ში არ უნდა იყოს. აზრი არა. ჯოჯოხეთ დაინახა. თუ შიგნით გაბრაზებული ხარ, გარეთ როგორ დაინახავ? დაინახავ ჯოჯოხეთს და ეგრეც არის. შიგნით გამწარებული ხარხი, გარეთ ჯოჯოხეთს ხედავენ და გგონიათ რომ გარემოს ბრალია და იწყებენ გარემოს შესწორებას. და არ სწორდება ეგრე არა. შიგნით უნდა გამოასწორო და გარეთ მე თურმე ეგრე არა ყოფილა. რეალურად პრობლემა ერთია და ეს პრობლემა არის უმეცრება, სიბნელე. ესე რა თქმა უნდა, არ ცოდნა და სტრესები და ვებრძვით იმას, რაც არ ვიცით. აი წარმოიდგინეთ, ბნელ ოთახში ვართ და ამ სიბნელეში ერთმანეთს ვეჯახებით და თან არც ვიცით, რომ ოთახი ბნელია და აი ამ პანიკაში ვართ. დღევანდელი კაცობრიობა მაგ მდგომარეობაში არის. და აქედან გამოსავალი მხოლოდ ერთია და ეს ერთი გამოსავალი როგორც ინდივიდუალურად, ასევე კოლექტიურად არის ცნობიერების ზრდა. ანუ სინათლის შემოქმედება, ანუ განათლება, რაც უფრო მეტი სინათლე იქნება, რაც უფრო მეტი განათლება იქნება, როგორც ინდივიდში, ასევე საზოგადოებაში, ეს არის უპირობოდ განთავისუფლება ყველაფრისგან, ამ ნეგატიურისგან, შიშისგან, ბოროტებისგან. გამოსავალი არის ერთობა, ერთიანობა, როგორც ინდივიდის შემთხვევაში, საკუთარ თავთან, რომ საკუთარ თავში ეს დუალობა არ იყოს და ეს რაც აღარ თქვი, თუნდაც განსჯა არ იყოს, ან თუნდაც სხვის გადაბრალება გარეთ, აი საკუთარ თავთან ჰარმონია, როგორც ინდივიდუალურად, ასევე კოლექტიურად. როგორც ამბობენ, ხელისუფლება არის საზოგადოების სარკე. ანუ როგორი კოლექტიური საზოგადოებაც ყავს, აი რა კოლექტიურ ცნობიერებაში ვიმყოფებით კოლექტიურად, აი იმის ანარეკლი, იმის სარკე არის 100% ჩვენი მთავრობა. არა მარტო ჩვენი, ყველა მთავრობა ეგრე. სულიერი კავშირი უნდა გქონდეს მთავრობას ხალხთან, სულიერად შეხვედრები უნდა. აი ზუსტად ამაზე უნდა საუბარი. მთავრობა უნდა რითი სტრესები რა გაწუხებს. აი ზუსტად მთავრობა უნდა ეხმარებოდეს ზუსტად ადამიანს, რომ აი ეს ამოაღებინოს შიგნიდან და გააცნობიერებინოს და ზუსტად ხელი შეუწყოს, რომ ის მეორე აღარ დაისტრესოს. უნდა მიხედოს, რა თქმა უნდა, ხელისუფლებას აქვს პასუხისმგებლობა მეტწილად. და თუ ხალხთან თანაშრომლებს სულიერად, არა, იქნება ყველაფერი კარგად. მართლაც უფრო მეტი პასუხისმგებლობა აქვს, მას უფრო მეტი ცნობიერება უნდა ქონდეს, იმიტომ რომ ის მართავს, ის მსახურებაშია. სანამ ეგოთი აღვქვათ რაღაცეებს, აი ეს უკანა მეორე მხარე გვავიწყდება რა და რეალურად ეს ერთი და იგივე ხაზის სხვადასხვა პოლუსია. ერთი პოლუსი არის ეს პატარა ეგო და ჩემი და მე, რაც ხედავთ რომ რამაც მიგიყვანა ამ მდგომარეობამდე, რა მდგომარეობაშიც ვართ და იგივე ხაზის მეორე უკიდურესობა, მეორე პოლუსი არის ჩვენ, ანუ სული რა. ეს არის რეალურად ყველაფერი, მთელი ტრანსფორმაციული გზა არის პატარა მედან უმაღლეს მემდე, აი ეს განვითარება, ეს მდგომარეობა. ერთადერთი გამოსავალი გვაქვს ამ შემთხვევაში, სანამ არ მიხვდებით, როგორ გავწიოთ ჩვენი ცნობიერება და როგორ გავზარდოთ ჩვენი გული და რამენაირად გული და გონება ერთმანეთთან შევათანხმოთ, მანამდე სულ დესტრუქციაში ვიქნებით, მანამდე სულ პოლარობა იქნება, მანამდე სულ დაძაბულობა იქნება და აქამდე მოვედით და ხედავთ, რომ ამას შედეგი არ აქვს და მოდი ვცადოთ, იქნებ შევცვალოთ ცოტა რაღაცეები რა, რამდენი საუკუნე უნდა ვიტანჯებოდეთ სწორ მოქმედებას
ჭირდება სწორი ცნობიერება, რაც უფრო მაღალი ცნობიერების მდგომარეობაში ხარ, უფრო მეტად შეგიძლია სწორი მოქმედება განახორციელო და სწორი ნაბიჯები გადადგა. ხო ეგრე არის. და შენ თუ კავშირი საკუთარ თავთან არ აქვს, შენ სულთან კავშირი არ აქვს იმ სიყვარულის მდგომარეობას, აი სიმშვიდის მდგომარეობას ვერ განიცდი მუდმივად მოქმედებაში. მანამდე შენი საქციელი ვერ იქნება პოზიტიური ზუსტ ზუსტ საქმე და სიტყვა ერთიანი უნდა იყოს უბრალოდ. და ყველამ ვიცით. და ბევრ სასაცილოდ არ ყოფნის, მაგრამ ყველამ ვიცით, რომ იბერია გავწყინდება. მაგრამ აი ეგეც ძალიან დიდი პრობლემაა, ვზივარ და ველოდებით. ვიღაცა უნდა მოვიდეს და არ გვინდა განძრევა და ეს განძრევა უკვე ქმედითად არის საკუთარი თავის შეცნობა და აი აქ სიყვარულის პოვნა და აი იქ რო გავწყინდები, მე იბერიას გავწყინდება და თელის პლანეტას გავწყინდება. სანსკრიტის უნივერსიტეტი ნახეთ იმ დღეს ხო არაჩვეულებრივ ადგილას და სანსკრიტზე წარმოთქმულ სიტყვებს იმხელა ძალა აქვს საოცარი. და აშრამში რაღაცას გვასწავლიდნენ მანტრას და მთელი უცხოელები ვინც გიყვნენ, ყველა წვალობდა წარმოთქმაზე, ქართველები ვინც ვიყავით, ხაპასკუპით ჩავამთავრეთ. და მე ზუსტად რამდენიმე დღეში შემხვდა სტატია ძალიან ცნობილი გამოცემის, რომ სანსკრიტი შეიძლება წამოსული იყოს შავი ზღვის რეგიონიდან და კავკასიის მომთაბარე ტომებიდან. ეხლა ძალიან ვერც კი ვიფიქრებდი ხო მაგას წარმოიდგინე და ეს ცოდნა რეალურად არის ჩვენში, მეხსიერებაში არის და არის დრო რა მაგისი ჩახჩობილია. გამოღვიძების დრო ზუსტად არასწორი სწავლებით არის დაფარული აი ეს ცოდნა. ეს ცოდნა არის მნიშვნელოვანი რაც გვჭირდება და კი, ეგ არის. რა ვიცი ხა სანსკრიტს ყველაზე მეტად ფონეტიკურად ქართული გავს. ანუ ჩვენ შეგვიძლია ერთ-ერთში გავიმეოროთ სანსკრიტი და ვილაპარაკოთ სანსკრიტზე. ანუ ისეთი ენის აპარატი გვაქვს. ამ იესოს გამოქვაბულის შესახებაც რაღაცებს კითხულობდი და დამიდასტურა ინტერნეტმა რომ არსებობს ეგეთი მოსაზრება რომ იესო იყო და მე იყო მოცემულობები როგორ გავს ადვაიტა და ქრისტიანული ცოდნა ერთმანეთს და ესე პოსტულატებად იყო გადმოლაგებული ერთი და იგივე რა ფაქტობრივად. თომას სახარება ზუსტად მაგაზია. თომას სახარება არის ზუსტად მაგაზია. ქრისტეს სიტყვებით იცხოვრა და კითხვები აღარ გაგიჩნდება, სხვა არსებობს თუ არ არსებობს. ეგ კითხვა აღარ იქნება, გაქრება უბრალოდ. ერთი ეგეთი კანონი არსებობს, ასე ვთქვათ, სულიერ სწავლებებში, რომ შენ თუ რაღაცა კარმულად აღარ გეკუთვნის, შენ თუ შეიცვალე და ის კარმულად აღარ გეკუთვნის, ის მოგშორდება. ავტომატურად მოგშორდება. ჩვენ როცა ეს კანონები არ ვიცით და ამ კანონების გარეშე ვცხოვრობთ, ხო, მე ვართ ტანჯვაში რა რეალურად. აი მართლა როგორც არის ნათქვამი, რომ ლაზარე უნდა მოკვდეს გაიხსნას, რომ თავიდან აღდგესო, აი თითქოს მაგზეც გავდივართ, რომ აი ეგ არის. უნდა მოკვდეს. ეგ არის რომ მოკვდება, ეგ მოკვდება. ეგო უნდა მოკვდეს ზუსტად ამ სტრესების გიმითა, გაწმენდით და ეს სტრესების გამოილევა და ეგოც გამოილევა და დარჩება თავისუფლება. რაც არის. ის რაც არის. ჩემ შემთხვევაში რაც ის რაც ნაღდი არის. აი იგივე ხა შივას რო დაუბრუნდეთ, ეს რაღაცა დესტრუქციის ღმერთია, ხო, დამანგრეველი ღმერთია, მაგრამ ის რაც ანგრევს. და დამანგრეველი ილუზიებს ანგრევს. ცუდისა ილუზიისა და რა რჩება? სიყვარული. ეგოს და ილუზიას ანგრევს და თუ რამე ინგრევა, ესე იგი ის არ არის მარადიული. ამ ქვეყნის მშვიდობიანი ქვეყნის აშენებაში ყველა შეგვიძლია ერთი თითო აგური დავდოთ. და როცა ჩვენ აგურს დავდებთ, მე ხელისუფლება იქნება, დიდი ბიზნესი იქნება, თუ ვინც არ უნდა იყოს. უბრალოდ სხვანაირად ვერ იზავენ. ილია თოფურიაზე რო ეუბნებია დამშვიდი ილიაო და ეს დამშვიდებული კაცი როგორ ურწყავს მე. შვიდად. სიმშვიდე არ ნიშნავს იმას, რომ შენ აქტიური არ. არა, იმას არ ნიშნავს უტინო ხარ. ხო, არანაირად არ. ლენჩევით უნდა იჯდე. სიმშვიდე კარნახობს სწორ გადაწყვეტილებას, მაგიტომ და დამშვიდე. სწორ აქტიურობას. სწორი გადაწყვეტილება მიიღო. ნამდვილად. ჩვენ რაც გვჭირს ახლა ეს ყველაფერი არის, იმიტომ რომ არასწორი გადაწყვეტილებები მივიღეთ ბევრი თან ემოციური და დაგროვა. ყველა ადამიანშია უფალი და ყველა ადამიანი დაჟევალდებულია რომ ეს უფალი აღმოაჩინოს თავის თავში და მაშინ მართლა ყველაფერი დაალაგდება. მანამდე არაფერი დაალაგდება. ვიცი ჩემი ცირე გამოცდილებები შემიძლია დავადასტურო რომ არ კეთდება საქმე მაგის გარეშე. არ გაკეთდება. არ გაკეთდება. ამდენჯერია. რა აზრია? დროებით ეს ხალხის უნამდე ხანს იცხოვრა. მაგას ვეკითხები ხოლმე თან სულ ადამიანებს, აი იგივე მუსიკოსებს ვეკითხები. შენ წერ მუსიკას? არა. რამდენჯერმე ვცადე მე რო დამეწერა საშინელება გამოვიდა. მუსიკა წერს თავის. აი, ვიწერე. როგორც აი მე არ წერ ლექსი თვითონ წერს. ეგრეა და ვცდილობ ხოლმე რომ გადაცემებმაც თავის თავი ჩაწერო. რამდენჯერმე მიცდია რომ აი მე ეს მინდა
არ ვარგა. ძალიან დიდი ენერგია მეხარჯება, ძალიან დიდი ძალისხმევა მეხარჯება, არ ვარგა. მირჩევნია ძალისხმევა ჩავდო იმაში, რომ კავშირზე ვიყო. როცა კავშირზე ვარ, ლაგდება თავისთავად რაღაცები, ისე ლამაზად ლაგდება. მე ვერც მოვიფიქრებ, რომ ეგრე ლამაზად დავალაგო. იმიტომ რომ უკვე უფალი აკეთებს შენში. ეს იმიტომ რომ მე ამ კავშირზე ბატონო, ენდე უკვე, რო ენდობი იპოვი და ენდობი, მე რო ყველაფერი კავშირი თუ არ გექნება და შიში იქნები და გაბრაზდები, აი მან კაი გადაცემა ჩაწერა და მე რატო არ ჩავწერე, აი გამოგივარა მე, ყველაფერი არ გამოგივარა. საერთოდ დავისტრესები და არ დამეძინება ღამე, მომიწევს ღამეების თენება, ბევრი ყავის დალევა, მე სიგარეტის მოწევა და მაინც არაფერი გამოგივარა. დავისტრესები და არაფერი დაავადება, დამემართება რაღაცა, უნდა წავიდე, ვიმკურნალო მე რაღაცა და მე მოდესღაც მივიდა მედიტაცია არსებობს და ეხლა მივალ მიმედიტირებ. და იქნება მაშინ როცა შეიძლება რომ იყო რაღაცა კავშირზე, ამ კავშირზე იყო და მაგას ძალიან ხშირად ვამოწმოთ. იოგაც კავშირს ნიშნავს, რელიგიაც კავშირს ნიშნავს, კავშირის აღდგენას ნიშნავს. დაბრუნებას კავშირი. რეალურად ამ კავშირის გარეშე მოწყვეტილი ხარ, ობოლი ბავშვით, დადიხარ, დაკარგული ბატკანი ხარ და მე ან მგელი შეგჭამს ამ გლის შვილი. და ცათასასופველი ჩვენში არის. იესო ქრისტე როგორც გვასწავლის და გარეთ ვეძებ და თავს ვუტყავთ ყველაფერს და ვერ ვიპოვეთ და რით ვერ გავიგეთ რომ გარეთ არ არის ეს ყველაფერი და საკუთარ თავში არის. აი ეგ მაგ ეტაპზე ვართ და ისე სწრაფად იცვლება ეს ყველაფერი რომ ძალიან მალე ბევრი რამე შეიცვლება. შეიძლება ცოტა მტკივნეულობაც მოხდეს. და ამპარტავნობა ეგ ორი რამე რომ ადამიანმა თავის თავში დაძლიოს, მე ყველაფერი თავის ეგ არის ის რაც ღმერთთან გვაშორებს. კი, ამპარტავნობა არის რაც პირველი ამპარტავნობა და მე ეს ბადებ შურს. ძალიან ბევრია დღესდღეობით საქართველოში, რომელიც დაინტერესებულია თავის თავით და ამ თავის თავის ძიებაში კიდე აღმოაჩენს იმ სიყვარულს, იმ სიმშვიდეს და მე რა თქმა უნდა მოქმედებით და საქმიანობით გარემოსაც შეიმჩნევა. კი. ძალიან დიდი მადლობა. არაჩვეულებრივი საუბარი შედგა, ცოტა ჩაგვიგნელდა კიდევ, ჩუქით ჩაგვიქრეს და დავამთავროთ, მოდი ამ ბედნიერ ნოტაზე.